ცხოვრებაში თუ არ მოახდინე რწმენი დაბადება, რო გარდაიცვლები ეს დაბადებული კი არ იქნები. დაბადება აქ ხდება, აქ ბევრჯერ ვთქვით ბიბლიაზე დაყრდნობით, ჩვენი სიტყვები კი არ არის ეს. ეს არის ახალი აღთქმის სული წმინდით დაწერილი წიგნი, რო გვაქვს აგერ ჩვენ მთელი წერილები, ეგ არის მთელი წერილები პავლედან დაწყებული, ქრისტე რასაც ლაპარაკობს. და რაც შეეხება მღვდლობა იმ თავითვე არაქრისტიანული არის, იმიტომ რომ ქრისტიანობის არის სიტყვის მასწავლებლობა და არა მღვდლობა. მღვდელი გამწმენდელს ნიშნავს და ეს მკრეხელობა შესაბამისად მღვდელი და მისი მრევლი ეს კეტავს ღმერთთან მისასვლელს. მღვდლის მოვალეობა საქართველოში ღმერთთან მიყვანა კი არ არის. უნდა გაგწმინდო ცოდვილი რო ხარ შენ. ეს კიდევ მკრეხელობა არის, იმიტომ რომ ქრისტე არის მღვდელთავარი. იმან ყველას ცოდვები მოყოლებული ადამიანიდან ბოლო ადამიანამდე მისდევს და იმან ჯვარზე გაიტანა. აი შეიძლება ადამიანს რწმენით მიიღოს ეს. რწმენით მიღების შედეგად სასწაული ხდება და ადამიანის გუნება, გული იცვლება. ამას ნაყოფები თვითონ შეამოწმებს ტესტი არის დადებული საღვთო წერილში. და წავიკითხეთ სულიერი ნაყოფები და ხორციელი ნაყოფი. აგერ გვიდებს ესა. აბა ფანტაზიით რო ვიყო ახლა მე ჩემი ქრისტიანული წმენის შემოწმება ხდება ამ საღვთო წერილზე დაყრდნობით. თუ მე რაღაც ისე ვარ, ისევ ამას უყურებ, აი ეს ტესტი ესა. სულის ნაყოფები ჩამოთვლილი რა არის? ხო? აი 9 ნაყოფი არის სულიერი გალატელებიდან წავიკითხეთ, ხო? და წაიკითხეთ კიდე თქვენ. ასე რომ ეს არ არის ხუშტური. აი მე მინდა რა, მორწმუნე ვარ. არა, ცვლაზეა ლაპარაკი, უნდა გამოიცვალო. და ძველ აღთქმის მორწმუნეები კიდე ღმერთი რატო საყვედურობს იმათ იცით? რიტუალებში მოჭდნენ. ვერ გაიგეს რიტუალის დანიშნულება რა იყო? ვერ გაიგეს, ხო? და ამან დაღუპა ისრაელი ჯერ სახელმწიფოურად გაიყო და მას მერე 2000 წელი თითქმის ისრაელი გაფანტული იყო და 1948 წელს ისევ ღმერთის აღთქმა დადებული იყო, შეიქმნა სახელმწიფო და მოწინავე სახელმწიფო მიუხედავად ისა უამრავი მტრები ყავს. ისრაელზე ლაპარაკი, ხო? ეს არის სასწაული, თვითონ ეს ქვეყანა ეგერი არის სასწაული. ეს ღმერთმა რატო დატოვა? რომელიმე ერთს გაუკეთები ეს რაც ამ ერთს შეემთხვა? რომ 2000 წელი ერი გაფანტული იყოს, ენა არ დაიკარგოს და ტერიტორიაზე ისე დაბრუნდეს და სახელმწიფო შექმნას ისეთი რომ მოწინავეთა რიგებში ჩადგეს ყველანაირი გაგებით და მათი ერის წარმომადგენლები მსოფლიოში გაფანტული კიდე აკონტროლდეს ბანკებს და მეცნიერებას და ლიტერატურას და თელიმებში ებრაელები, ხო? ეს ახლა შემთხვევითია. ამ ინფორმაციას საღვთო წერილი გვაძლევს, ჩვენ ვინც ამას კარგად წაიკითხავთ და რაც შეეხება საქართველოს. საქართველოს რელიგიის დანიშნულება არ არის ღმერთთან მიყვანა. საქართველოს რელიგიის დანიშნულება ადამიანი მიიყვანო სატანასთან. სატანა ხო არის? ჯოჯოხეთი ხო არის? შევსება ხო უნდა იყოს? მარტო იქნება სატანა იქა? ამიტომ მიც გამოფხიზდება და თვითონ აარჩევს ადამიანი ამას უკვე გონიერება თუ გაქვს, აგერ ბიბლია არის, არჩევანი გააკეთე. მღვდელი რატო გჭირდება? აბა იესო ქრისტე ვინ არის? ეგ არის მღვდელთმთავარი. ეგ არის ეგ. და ნებისმიერ ადგილიდან ჩვენ გვაქვს საშუალება ვიკონტაქტოთ ჩვენი ფიქრებით, განცდებით, ლოცვა ამას ქვია კონტაქტი არის. ხო ფიქრობთ რა ვინც გვიყვარს იმაზე? თუნდაც იყოთ სადღაც გამომწყდეული ციმბირის რომელიღაცა გადასახლებაში. ვინც გიყვართ ის ხო გონებაში დაყვებათ თქვენ და იმასთან თქვენ საუბრობთ, წერილებს უწერთ. ხო, წერი რომელსაც ვერ ხედავთ, წერილს დაუწერთ და გაუგზავნეთ. ეს არის გარკვეული გაიგეთ კონტაქტი, ლოცვა. ღმერთთანაც ურთიერთობა. ლოცვა თქვენ რამე სხვა რამე გონია? ლოცვა არის ადამიანის ფიქრების, განცდების და სიტყვებით ურთიერთობა ღმერთთან. წმენაში უნდა გქონდეს რომ იგი გისმენს შენ. თუ წმენაში ეგ არა გაქვს, აზრი არ აქვს შენ საუბარს. წმენა თუ არა მაქვს რომ მე მისმენთ ეხლა თქვენ, ჩემს საუბარს აზრი არ აქვს. მე წმენაში მაქვს რომ გარკვეული რაოდენობის ხალხი გარკვეული დროს მისმენს, თუნდაც ერთი რო იყოს. თუ არავინ არ მისმენს, რა აზრი აქვს ამას და კონტაქტს წყვეტავ. ხომ აქვს წმენა იმისა რომ თქვენ მისმენთ. ეს მალაპარაკებს. ღმერთის წინაშე რო ვართ ჩვენ, რო ვიცი რომ ის რეალური არსება არის, მაგრამ ჩემთვის შეუმეცნებელია, იმიტომ რომ ვერ ჩავწვდები მის გონიერებას, თუ იგი არ გამომეცხადა რაღაც საშუალებებით და აგერ მისი სიტყვები აგერ არადებს ქართულ ენაზე. ხო და ახლა როცა ეს ვიწამე მე და ჩემი ბუნების რევიზია მოვახდინე და მთლიანად გამოაცხადე ჩემი ცოდვილი ბუნება საშინელებად და ჩაუფიქრთე ამას და გავღატაკდი მთლიანად, ხო? მთლიანად. აი მე შემოდის იესო ქრისტეს სულიწმინდის მეშვეობით და ამას ვამოწმებთ ჩვენ ამ წიგნზე დაყრდნობით, როგორ იზრდება ჩემი სული იმ ნაყოფებით, რომელიც ჩამონათვალში არის. ის ჩამონათვალი რო არის, ის ნაყოფები არის შენი სულისა. შიშველი მორალი კი არ არის ეგ. მორალს მაინც ვერ დაიცავ. ცოდვილი ადამიანი მორალური მაინც ვერ იქნება, სადღაც მაინც შეცდომას დაუშვებ რა. ვერ დაიცავ მორალს. უნდა დაიბადო და დაბადებული ადამიანი უკვე, დაბადებული ადამიანი. იქ სხვანაირია,
და მის სხეული, მორგებული რო აქვს ეს სხეული, გამოცვლას ექვემდებარება და გარდაცვალება სწორედ ეგ არის ტანსაცმლის გამოცვლა. ჩემი გარდაცვალება აქედანვე ვიცი, რომ რა იქნება, ეცი ამ ტანსაცმელს გამოვიცვლი, რომელიც მაწუხებს. მაწუხებს თელი რიგი რაღაცეებით, ასაკში დაუძლურდები, მერე რაღაც აქტივდება, ხო გვაწუხებს ეგ, იგრძნობთ მაგას. ეხლა ახალგაზრდები ვერ გრძნობენ, თუმცა ახალგაზრდებიც გრძნობენ. სხვანაირი წუხილი აქვს ახალგაზრდებს, კუჭი, შიმშილი, მერე სექსი, მოთხოვნილება, ვერ ეკმაყოფილებ, ხო გაწუხებს ეგა. ჩვენი ეს სხეული გვაწუხებს. ზევით და აი შიგნით ეს სული უკვე აღორძინებული ღმერთთან კავშირი აღდგენილი ელოდება ამ სხეულის გამოცვლას და მოვირგებ იმ ტანსაცმელს, რომელიც ადეკვატურია იმ სულისა, რომელიც ამაშია გამოწყდეული და ჰარმონირება ხდება უკვე ჩემი პიროვნებისა და იმ სხეულისა, რომელიც არა მატერიალური იქნება, ხო? იქნება განდიდებული. როგორი არ ვიცი. ხო აღდგა იესო ქრისტე. აბა მარტო ის ჩამოვიდა, გაეკრა და ის აღდგა ჩვენ რა. ხო და ქრისტეში რო ყველა აღდგება, ეგეც ხო წერია. ქრისტეში რწმენით, ვინც გარდაიცვალა, ის ქრისტეში აღდგება და ერთ ისტორიულ პერიოდში არავინ არ გაივლის ამას, ისერად შეიცვლება სხეული. დღესვე შემოწმება, დღეს რო დაიწყოს ეგ პროცესი, ეკლესიის ატაცების ისა პერიოდი, შემოწმება რამდენი ქრისტიანია დედამიწაზე, ჩვენის ჩათვლით. თუ ჩემი სხეული არ მოხდა გამოცვლა მყისიერად, აი რაღაცა თვალის დახანხომაში, ესე იგი მე ვიტყუებდი თავს ქრისტიანობაში. მაგრამ ვიღაცები ხო შეიცვლებიან. ესეც ხო არის ბიბლიაში ორი პიროვნება, რომელიც სიკვდილი არ გაუვლიათ, ესე დაშლა არ გაუვლიათ. სიკვდილი არის გამოყოფა. ერთი გამოდის მეორედან. განცალკევებაა სიკვდილი, განცალკევება მატერიის და სულის. მე რო ლაპარაკობ, ფილტვი კი არ ლაპარაკობს, ტვინი კი არ ლაპარაკობს, ეს ფიზიოლოგია, მატერიალურია. ეს მატერიაა ჩემი. აი ამ მატერიას ვინც იყენებს, ის არის იდეალური, ის არის სულიერი და იყენებს ამას და ხანდახან შეწუხებულია ამ მატერიის უვარგისობით. ხვდებით და ველოდებით, ამიტომ ახალ სხეულს. მაგარი რამეა ესე და თუ ეს არ არის ობიექტური ჭეშმარიტება, მაშინ ჩვენ ყველაზე მოტყუებული ხალხი ვყოფილ ვართ და მაშინ რა გვაქვს ჩვენ თქვა წინ, რა გველოდება წინ? გაუგებრობა, გაქრობა, მიწაში ცხოვრება, ეგ ხო ტყუილია. არ ადასტურებს ამას შინაგანი ხმა. ადამიანი არ არის მოვლენილი ამ ცხოვრებაში იმისათვის, რასაც ვაკეთებთ: ტანჯვა, წამება, ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ცემატყება და რა ვიცი, რას არ ვაკეთებთ რისიგულისთვის. რისიგულისთვის, როცა არავინ არ იქნება 100 წლის მერე აქ სხვა ხალხი იქნება. მერე ის სხვა ხალხი შეიცვლება. ასე იყო ჩვენამდე. ჩვენამდე როგორი ჩუხჩუხებდნენ ახლა ხო? საბერძნეთში მე-5 საუკუნეში ხალხი იყო. დღევანდელ საბერძნეთში ვინ არიან? სხვა ხალხია. სხვა ხალხია ხო? პლატონი რო ადგეს გაუკვირდება ეთყვის მე საბერძნეთში არა ვარო. ვერც გაუგებენ პლატონს მისი ბერძნული და ამ ბერძნების ბერძნული განსხვავდება როგორც სადადედამიწა. ასე რომ ჩვენ ვართ მოსული აქ დროებით. რატო დროებით? იმიტომ რომ არის დაშლა. თუ დაშლა არ არის, მაშინ მარადიულად ვართ. ესე იგი, სხეული თუ მუდამ იქნება, ეს დედამიწა ყოფილა მარადიული ადგილი სამყოფელი ჩვენი, არ არის პრობლემა. შესაბამისად ერთმანეთს რატო დავხოცავთ? და ვერც მოკლავთ. ხო, გამორიცხულია. ესე იგი, მარადისობაში ხო არ იქნება ის განცდა, რომ ადამიანი ერთმანეთს ეჩხუბებენ და დახოცონ. იმიტომ რომ უკვე მაშინ მარადისობა არ არის და არც ენეტარება და არც განდებული სხეული რა არის. ექვემდებარება მაგალითად, თქვათ, იარაღით რო ესროლოს, იქ იარაღი იქნება? სულ სხვა ხარისხის რაღაცა გარკვეული ის იქნება, გარემო მდგომარეობა და არ ვიცით ეგ ჩვენ, არა. ამ კატეგორიებით ვერ ვიაზროვნებთ. ჩვენ ვართ მატერიაში, მატერიალური კატეგორიით ვაზრობთ და შეზღუდული ვართ. ამ მატერიალურ კატეგორიაში არის სულიერი არსება ადამიანი, რომელსაც ღმერთმა თავისი მსგავსება და ხატება დაადო ბეჭედად. და ეს პოტენციაში რო არ მქონდეს, მე ღმერთს როგორ გავიგებ? ყველა ადამიანს აქვს ეგ პოტენციაში იწამო ღმერთი, მაგრამ ეს შენი ნება არის, გინდა მიიღებ, გინდა არა. და თუ ნებაშია ქართველის ღმერთთან ურთიერთობა, აგერ სატანამ შემოგვატენა და დაგვაჯერა, რომ აი ეს არის ღმერთთან შუამავალი, მღვდელი. რატო იტყუებთ თავს? როცა ღმერთი გელაპარაკებათ, საფრთხო წელიზე დაყნობით. არ არის საჭირო მაგალითად გადააბულბულოთ ლევიტელები, გადააბულბულოთ ვთქვათ ირემია ეზეკიელე, მაგრამ აუცილებელია ქრისტე გაიგოთ ახალი აღთქმის მიშვებით. ქრისტე აგერ აი რო ღმერთი აი მისი ცხოვრება, მათე, მარკოზი, ლუკა, სულ ცოტა ეს მაინც უნდა იცოდეს მაგრა ადამიანმა და თუმცა ამას მაგრა გაიგებს კაცი, სრული გაგიჩნდება რწმენის ისტორია შეისწავლო ძველი აღთქმის თანახმად. იმიტომ რომ ირემია ელაპარაკება კონკრეტულ ადამიანებს და ის კონკრეტული ვითარებაში რო არ ასრულებენ, იმდენად ზოგადია ღმერთის ეს, მეც მეხება.
აი რატო კითხულობ ირემიას, ისაიას და ეზეკიელს. თან არის წინასწარმეტყველება, რომელიც რო გამოვიკლეთ მთელი ისტორიის მასზე, რაც ითქვა ყველაფერი შესრულდა. და აქ ჯერათ არავის შესრულდა ის, რომ 586 წელს ბაბილონმა აიღო, გამიწასთან გაასო. ირემია ხო აფრთხილებდა. ვინ იყო ყურად რო? მერე იყო ხალხი უსმენდა და არ უჯერებდა. ცრუ წინასწარმეტყველებით იკვებებოდნენ. დღესაც ძალიან ბევრი ცრუ წინასწარმეტყველთან არის ხალხი. არაფერია მზისქვეს ახალი, ხო? აი ამ ისტორიას რო ვსწავლობთ, ეს არის წმენის ისტორია, ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის ისტორია. რამდენად აქ ადამიანის სწორი ურთიერთობა ღმერთთან, ეს ეგნე ამას გვასწავლის იმ ადამიანების მეშვეობით, რეალური ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ. და ეს ეგნე კიდე ყველა ენაზე აგერ არსებობს. და გამონაკლისი არც ქართული ენა არ არის. ამიტომ წმენას რაზე აფუძნებ? მაინც უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა. ამიტომ სანამ აქ ვართ, რაღაცა დანიშნულება გვაქვს. პირველი ვინც გაგვაჩინა ის უნდა აღმოვაჩინოთ. ხო, ამას ეძებდა ხო მოაზროვნეები სხვას რო დავანებოთ თავი. აი სამყაროს ძირს ეძებდა ყველა, ხო? სუბსტანციას. აი რაზე დგას ეს სამყარო, ვინ ატარიალებს, თავის თავად არის, ქაოტურ მდგომარეობაში, ინტელექტი აქვს. ხო, მოძებნეთ, აბა მიწას აქვს ინტელექტი? ხეს აქვს ინტელექტი? ამ დედამიწაზე ვინ არის ინტელექტუალური არსება? მხოლოდ ადამიანი. სულიერი არსება და ამასთან აქვს კავშირი ღმერთს. და კავშირი რო გაწყდა, უბედურებაც დაიწყო. ვინ იყო კავშირის გაწყვეტის მიზეზი? ღმერთი? ადამიანმა მოინდომა, რა მოინდომა? ღმერთის ადგილი. მაგრამ ეს რანდომა არის, მე ვერ გავიგე. და მე თუ არ დაგიკმაყოფილა, შენი ხუშტური ღმერთი არ არის? ხო, სწხოვს რაღაცას და არ ყოფილა ღმერთი დამანებით, ღმერთი რო იყოს არის მის ადამიანს, არ გვესმის, ბევრი რაღაცები ჩვენ ხო არ ვიცით. რაღაცა დაპროგრამებული რწმენით დავდივართ. დაგაპროგრამებს სახელმწიფო კომუნისტი ხარ, დაგაპროგრამებს ლიბერალი ხარ, დაგაპროგრამებს კონსერვატორი ხარ, დაგაპროგრამა მოწმუნე ხარ. აი რა სადახარ შენ. შენინებით მაინც იყავი ლიბერალი შეკეთილი წაღლა. მიბაძვით ლიბერალობა და ზომბირებული ლიბერალობა არ გაიშვა კიდე რა. ვის ბაძავ, რას ბაძავ? იმას აყურე ჩაიკიდა, შენ დაიკიდე, ის გადაკეთა, შენც გადმოკეთი. აი ეს არის ჩვენი უბედურება. ადამიანი გაგაჩინა ღმერთმა თავისუფალ არსებად და შენ კიდე ხარ ვიღაცის ხელში რაღაცა რობოტი. პროგრამას შემოგიტანენ და ადიხარ ამ პროგრამით. მერე გამოგიტანენ და ადიხარ დებილივით. და ესე არის ეს ქართველი ერი დაპროგრამებული კომუნისტური იდეოლოგიიდან ეხლა დააპროგრამეს მართლმადიდებლური პროგრამები აქვს. დარბიან გიჟებით, სანთლებით, ხატებით და თან მოდელთან, დებექტიანებთან. და მოდელმაც იცი რა არის? ეხლა მოდი ჩემთან, ვერბოვკა, აბა მოდი, აბა ჰა, ლოცვები წაიღე და ესე არის. მოდელმა შეიძინა ერთი ქალი კასტამერად. ასე ვთქვი და ვიმეორებ რომ საქართველოს აი ეს სატანური ეკლესია მკვდრების რელიგიაა. ესენი ლოცულობენ ღმერთო, რაც შეიძლება მეტი მკვდარი მოგვიყვანე თუ ჭირისუფალი ამ მკვდარს რომ მოყვება და ხო ესეა. აგერ რაც გავცელდა სიკვდილიანობა საქართველოს სხვადასხვა მიზეზით, უფრო მოიმატა მრევლმა ეკლესიაში. ოჯახში სადაც სიკვდილი არ არის ჯერ, ეს მღვდელთან არ ცდადეს, რო იცოდეთ. აი რო განსაკუთრებით მაშინ გახდებიან მაგარი რაღაცა მართლმადიდებელი მოწმეები რომ მოგვდეს. ეს არის ჭირისუფალთა თავშესაფარი არის მართლმადიდებლობა. იტყუებენ თავს და არის რწმენის სიმულაცია. საფლავები, ციდან გიყურებს, სურათებიდან გელაპარაკება, არ არის კრეტინიზმი? ეს გათახსირებული სამღვდელოება კიდე. რა, გულწრფელები არიან, მაგათ ღმერთი წამთ. არც კი იციან რომ სატანას ემსახურებიან და სიქა გაძრება ყველა მღვდელს რო გადავაიქით. აქაც ხო გაუბედურებულია შიოლაშვილი. გორგოლასავით გახთა საწყალი. ეს ახლა ცოცხალი ლეში დადეს. პირდაპირ გაგებთ, არ შეიძლება საყოფილე ცოცხალი. სულტარი იყო. აი გადავაიქა. ამას ურჩევ. აგე სანამ ლაპარაკი შეუძლია თუ შეუძლია, მოინანიე მთელი ცხოვრება დაბადებიდან, არ წაიღო ის საიდუმლოებები, არ წაიღო. არ წაიღო, რასაკეთებდნენ კომუნისტების დროს, ვინ მოკლა გამსახურდია, 9 აპრილის ამბები, შემდეგ იქ 82-3 წლის თვითმფრინავის ბიჭი, ამან ყველაფერი იცის, ამ გათახსირებულმა ამან. მოუნანიებია? ამოყირავებული საქართველოს, აი რა არის, სულიერად გახსნა, გაათახსირა. ევროპამ კი გახსნა და გაათახსირა საქართველოს. ამ შიოლაშვილის კუნძულმა გახსნა და გაათახსირა. გაგიკვირდებათ როგორ? პარადოქსი ეს ხო? იმიტომ რომ სრულწმენა არის, სრულწმენა აღკვნის ადამიანს. სრულწმენა. და სრულწმენის სათავეში ხო ესენი დგანან. შიოლანდები კარამელიდან ამოგზავნილი და ჩასმული მანტა. და მისი მოადგილეებიც რო არიან, ოღორ არ ვევასები მაგპოლებს რო იცოდეთ თქვენ. აუ მე ვარ მტერი ნომერი, რა ვიცი, პირველი მაგათთვის. ყველა მღვდლისთვის მე ვარ
რა ვიცი, რას იზეიმებენ მე რო გარდავიცვლები ბიჭო. ახა, იცი, იქიდანაც ვიტყვი რომ გათახსირებულები არიან. იქიდანაც ვიტყვი. ეს საქართველოს ჯოჯო რელიგიაა და მოიშორეთ, ჩემო კარგებო, მოიშორეთ. განსაკუთრებით ეს ეხება იმას, ვინც ტრაბახობს ამ თავის რელიგიით. შეიძლება ეს არ ეხებოდეს სეკულარებს, ჰუმანისტებს, რომლებიც თავის თეორიებით დადიან და იმათ ჩვენ არ ვეხებით. მე ჩემი კრიტიკა ეხება მართლმადიდებელი მორწმუნეებს. საქართველოში მართლმადიდებელი მორწმუნეებს ეხება ეს კრიტიკა. ვინც ამაში არზის და არის ჰუმანისტი, სეკულარი მეცნიერების წმენა, იმას მე არ ვეხები. ის თავისი არჩევანია და იმასთან საქმე არ მაქვს. აი საქმე მაქვს მე ეს სანთლითრო დარბის მალხას ულაშვილი, აი ეს ხაინდრავა. კვარაცხელი ამაც რო სანთლები, აი ამ გახსნილი გათახსირებულებთან მაქვს საქმე მე. ესენი ხო მართლმადიდებელობენ. ჟავანაძე კიდე ეს დეფექტიანი ეკა. გამო რა მანდედან შეკვარზაყლო, მე უნდა ვაკრიტიკებ და ვერ ხვდები რა, დარწმუნებული ხარ, ეგ სწორია? მოკიდე ხელი წიგნი წაიკითხე ჩემის გადარეკილო. ამ ვიღაცა გიგანაძეს ენდობი და ვიღაცას სულელ რაღაცა ფაჩუაშვილია თუ ფუჩუაშვილი? უნეტარესი და უწმინდესი რატომღაც ყველას როგორ აქვს თავში იცი? უწმინდესი გიზითმან და ისე რა გითხარით ეს უბინძურესი პიროვნება ცოდვილი ბუნების გამო და მე რაც მთელი ამ 77 წლიდან მოყოლებული გასული საუკუნიდან დღემდე რაც დაატეხა საქართველოს სოხუმი დააკარგვინა და ათელი არეულობა ამას უკავშირდება, იმიტომ რომ ეს ხო სატანის დამქაში არის. და ამას გაიგებთ, გეშველებათ, არ გაიგებთ, არ არის პრობლემა, მაგასთან ერთად მოხვდებით ყველა მორწმუნე შიოლაშვილთან იქნებით იქით ქვეყანაში ჯოჯოხეთში. მე გვიან გაიქნება. არ არის პრობლემა, გააგრძელეთ, მაგინეთ რამდენი წინათ.